ტყეში სოკო მოსულაო მართალია. ვიდეოები და სურათები უდევს ქვეყანას ინტერნეტში და შენ არ ყოფილხარ ტყეში? არა ბიჭო, არ ყოფილვარ იქ ახლა. წადიბოდიალე ტყეში. გადაბურდულია იქურობა ვერ გეივლი. ამგელი რო შეხვდენს რაღაცა ხო შეგჭამა, რამე სოკუება. მაგრამ მეზობელი მყავს ერთი ბიჭი არის. მაგისიო. ძებნა უფრო მიყვარს და პოვნაო ვიდრე ჭამაო და ექნება იმა ჩემი საყოფი რა გავალ ახლა იმას. შემახვედრებს ექნება ცოტა მობოჭილი, მოგრეფილი. რა თქვა ძებნა და პოვნა უფრო მიყვარს ვიდრე ჭამაო? მაგაზე გამახსენდა. ერთი ახლობელი მყავს. იმანაც თქვა რომ თევზაობა უფრო მიყვარსო ვიდრე ისიო, თევზის ჭამაო. კერო ვიჭერ, თევზ კაი არის, ხო? მე უთხარი დეიჭირე, რა პრობლემა არის? შენ დეიჭირე, მე შევწვავ, რა პრობლემა არის? ჭამოთ მე ერთად თქო. ხო, მეც მყავს მაგნაირი ერთი მეზობელი არის. იმას უყვარს ნადირობა. ისიო. იმა ფრინველის ხო სულ არ ჭამე არ მაინტერესებსო, იმა მოკლეო ის არის, კაიო, ხო? ერთხელ წამიყვანა საღაცა ტყეში ვიარეთ. აკუმულატორი ზუგზე მქონა მოკიდებული. თორემ რომელი ჩატე იყო ახლა ადრე ის იყო რაღაცა 30 კილოიანი გონია. თან კისლატა ექცეოდა ზუგი გადატყაული მქონდა. მე უთხარი არც ნადირობა მინა და მანები აღარც ქათამი და მოაშორი აქიდან. ხო, იმანაც ისიო. ნადირობა მიყვარსო თუ არა, ქათვის ხორცს კი არ ვჭამ. მე უთხარი მეორეთასაც წამიყვანო თუ რამეს დეიჭერ შემახვედრე 1-2 ქათამი მეტი არ მინდა მე თქო. ისე რამდენი არის ფულის შოვნა რო უყვართ, ფულს რო შოულობენ და არ იციან რაში დახარჯმოთ, რა გააკეთო. ერთი ჩვენ საჭკვიანი კაცი ახლა დაუდგეს გვერდში და იგულავთ ორივე. კიდე რა გინა. ის ხო არ გინა კიდე ქალებს რო კერავენ 1 საათში და შენ 2-3 კვირა რო უნდები და ვერაფერს აკეთებ, თქვა. ის დაკერავს, შენ იგულავ. აი ჭკვიანი გიჟი ხარ მართლა შენ.